გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ნათია მაქაცარი და ეს გახლავთ კოსმოპოლიტიკური პოდკასტი. მარტო კოსმოპოლიტიკური რა ვთქვა ხოლმე? ცუდი იქნება. მე ვარ ნათია მაქაცარი და ეს გახლავთ კოსმოპოლიტიკური. მოკლედ, კომენტარებში დამწერეთ თუ შეიძლება. გამიკეთეთ subscription-ი, გააზიარეთ ჩემი ვიდეო, like მოიწონეთ თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, თუ იზიარებთ, რა თქმა უნდა, ჩემს პოზიციას. დღეს მინდა სწორედ ამ ჩემს პოზიციაზე გელაპარაკოთ. დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით დიდი ხანი გავიდა მას მერე რაც ბოლო ვიდეო ჩავწერე, მაგრამ რაც იმდენჯერ დავაპირე და მე იმდენჯერ შეიცვალა სიტუაცია და რაღაც არაპროგნოზირებადი ახალი რაღაცები მოხდა, რომ მოკლედ რაღაცა არააქტუალური იყო და ძალიან რთულია რომ გაგაცნოთ ახალი ამბები, იმიტომ რომ ახალი ამბის ეს რაღაცა ციკლი არის ხოლმე, რა ძალიან მოკლე და უცებ ერთვება უკვე მსოფლიოს შემდეგ რაღაცა სიგიჟეზე, ამას გვიშვება ტრამპის ადმინისტრაცია. მე მინდა გელაპარაკოთ დღეს ჩემს პოზიციაზე. მე ძალიან ბევრმა იმის გამო რომ არ ვარ ძალიან ამერიკის მხარეს, ამ ომში და ისრაელის მხარეს, დამდო ბრალი ანტისემიტიზმში და მე მინდა ახლა რაღაცა თავი გავიმართლა, ესე გამოდის რა. ნუ არ მიმაჩნია რომ თავი მაქვს გასამართლებელი, იმიტომ რომ ჩემს პოზიციაზე არის ცივილიზებული მსოფლიოს ძალიან დიდი ნაწილი და არც ერთი არ მიიჩნევს თავს ანტისემიტად. ანტისემიტები სხვათა შორის არიან გატენილები სწორედ აი ამ მაგაში, ეს white supremacistები, რომელიც თეთრი ნაციონალისტები რო არიან. და ძირთადად ეს არის ამერიკელების ევანგელისტი ნაწილი, რომლებიც არიან ზიონისტები, რომლებსაც სხვათა შორის აი ეს ზიონიზმი, იმიტომ კი არა აქვთ რომ ებრაელებს გულშემატკივრობენ, არამედ იმიტომ რომ მაგათი ეს prophecies, რაც წინასწარმეტყველება არის, რომ ებრაელები უნდა დაბრუნდნენ ისრაელში და მაშინ მოხდება ეს rapture, ამაღლება და მე უნდა დაიწყოს დიდი იესოს რო უნდა შეახტნენ თუ რაც ეს ის ხალხია რა. და მე არ ვამბობ, ყველა ევანგელისტს რა თქმა უნდა არ ვაყენებ შორწყობას, მაგრამ თქვენ გეცოდინებათ თვითონ ევანგელისტებს, აი ეს ვინ ევანგელისტებს მე ლაპარაკი. ძალიან დიდი ნაწილი მოკლედ ამ ევანგელისტების, ამერიკელი ევანგელისტების არიან ეს rapture-ისტები რა. ამაღლებას აღტაცებას თუ რა rapture-ს მგონი არ აქვს პირდაპირ თარგმანი საქართველოში. ნუ მოკლედ უნდა ჩამოიფრინოს იესომ და ესენი უნდა შეახდნენ და ამ დროს ებრაელები უნდა იყვნენ სულ ყველანი ისრაელში. სუყველა და ოღონდ ამ ებრაელებს იმდენ კი არის ისტუმრებენ ისრაელში რომ ისინი იქ მე კარგად იყვნენ არამედ მიაჩნიათ რომ მე ეს ესრაელები ყველა ჯოჯოხეთში წავიდნენ თვითონ სამოთხეში მიდიან იესოსთან ერთად და ვინც არ აღიარებს და არც ჯერათ იმის რომ ეს ხალხი აღიარებს იესოს იმიტომ რომ სხვა რელიგიის ხალხია იმათ ისტუმრებენ ჯოჯოხეთში ნუ მოკლედ ეგენი არიან გაცილებით უფრო დიდი ანტისემიტები ვიდრე ვინმე საერთოდ ძალიან დიდი ანტისემიტები და ძალიან დიდი სისულელეა ჩემი აზრით რომ აი ამ ზიონისტებმა თავი შეაფარეს მაგას როგორ შეიძლება აი უმცირესობების მიმართ ზიზღით გაჟღენთილ პოლიტიკურ იდეოლოგიის მქონე ჯგუფს ელექტორატს შეაფარო თავი ის აუცილებლად გაგწირავს თუ კი ვინმეს შეიძლება შეაფარო თავი ეს არის ლიბერალებს იმიტომ რომ ლიბერალები მიიჩნევენ რომ არავინ არის თავისუფალი და ბედნიერი ვიდრე ყველა არ იქნება თავისუფალი და ბედნიერი და ზოგადად თავის დროზე აი ამ ებრაელებს ძალიან გამოადგათ ლიბერალიზმი იმიტომ რომ ლიბერალები იცავენ ყველას მაგრამ ახლა აი ამ ზიონისტებს აღარ ჭირდებათ ეს ლიბერალიზმი იმიტომ რომ ლიბერალიზმი იცავს იმ სხვა ადამიანების ინტერესებსაც რომლებიც ხშირ შემთხვევაში ამ ზიონისტებს საერთოდ განადგურება უნდათ. ნუ ამაზე შეიძლება ბევრი ვიდაოთ, შეიძლება ვიღაცამ ისეთ მოუყუროს ამ ჩემ ვიდეოს, ვისაც პირადად აქვს, თქვათ არის ებრაელი და აქვს გამოცდილი საკუთარ თავზე ანტისემიტიზმი და მე მათ ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადო. ახლა მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი რაღაცებია გადატანილი თქვა ცხოვრებაში და ჩემს სირთულეებს თქვა სხვას კარგად ვერ დავანახებ და ვერ შევაგრძნობინებ, აი ესე რა თქმა უნდა მე ვერ დავინახავ და ვერ შევიგრძნობ, თქვათ თქვენ რა გაგივლიათ რა თქმა უნდა ცხოვრებაში და ბოდიშს გიხდით მართლა, იმიტომ რომ მე ვარ ამაყი ლიბერალი
და ჩემი მისია თუ კი რატო ვაკეთებ აი ამ პოდკასტს, ანუ მე ადრეც თქვი და ეხაც მეორე თავრობები მიდიან და მოდიან და თავარი არის აი ეს იდეოლოგია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჩაგროს, იმიტომ რომ დემოკრატია ლიბერალიზმის გარეშე არის ჩვეულებრივი ხეიბარი. რუსებსაც აქვთ დემოკრატია რო კითხო, ფურცელზე დაწერილი დემოკრატია არაფერს არ ნიშნავს და თუ არ დაიცავი ადამიანის უფლებები და ადამიანის უფლებებში მე ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველა ადამიანის უფლებები, მაშინ ის უკვე აღარ არის დემოკრატია, ეს რაღაცა ხეიბარი, სიმახინჯე, რომელსაც იყენებენ ვიღაცების დასაჩაგრად. მოკლედ, ტვინი არ უნდა გამოვარეცხინოთ არავის. და ვინაიდან აი ამ განსაკუთრებით ამ ახალმა მოვლენებმა ჩემში როგორც ლიბერალში კიდევ უფრო დიდი კრიტიკა გამოიწვია თქვათ აი ამ ამერიკის დღევანდელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მე მინდა რომ კარგად აგიხსნათ რომ მე მიუხედავად იმისა რომ დასავლეთი ანგელოზი არ მგონია, მიმაჩნია რომ მაგაზე უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს და ამიტომ მე დასავლეთს კი არ ვებრძვი, მე ვიბრძვი რომ დასავლეთი იყოს უკეთესი. ვინაიდან დღეს მე ძალიან დიდ კრიტიკას ვაყრი ამერიკას, დღევანდელ ამერიკას, მე ამერიკა ძალიან მიყვარს მეგობრებო, ამერიკა არ არის ტრამპი. აი მაგას ბოლომდე დავამტკიცე რომ ამერიკა არ არის ტრამპი და დღესაც უნდა ცოტა გადაუხვიო ტრამპმა აი თავის იმას რა ქვია პარტიას, რომელსაც წინა აქვს midterm-ები, ნოემბერში არის შუალედური არჩევნები და მათ მოუწიათ რომ რადიკალურად შეცვალონ მესიჯები ამ საარჩევნო კამპანიაში, იმიტომ რომ არ იმუშავა ტრამპის იდეოლოგია. აი მე ბევრი სხვათა შორის მეწინააღმდეგებოდა და მე ტრამპი იმიტომ აირჩიეს ამერიკელებმა რომ აი ემიგრანტები ეზიზღებათ და გამოყრონ და ესე აი ახლა ხო აი პირდაპირ მოუწოდა ტრამპმა რომ შეეცვალათ ეს რიტორიკა, რომ მე არ ვიძახი რომ პოლიტიკას შეცვლიან, მაგრამ დღეს ეს სჭირდებათ, იმიტომ რომ არ იმუშავა, არ მოეწონა ამერიკელებს ეს აგრესიული დაწილკება ამ ემიგრანტების და მოუწიათ რომ შეიცვალონ. კრისტიანა მიმოაძრეს იმიდან რა ქვია თავისი პოსტიდან იქ შეამცირეს ემიგრანტების დაწილკება რაღაც რამდენიმე ასეული თქვათ ეს კვოტა ხო აქვთ ეს დღეში ამდენი დაიჭრა და შეამცირეს და მაგრამ შეარბილეს მოუწიათ. იმიტომ რომ ამერიკელებს არ მოწონდათ ეს და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ამერიკა არ არის ტრამპი. ძალიან ბევრი რამე არ მოწონთ ამერიკელებს ტრამპის, მათ შორის იმათ, ვინც მას მისცეს ხმა. და მე რომ ვაკრიტიკებ ამერიკის თავრობას და არა ამერიკას. ამერიკელი ხალხი, განსაკუთრებით იმ ნაწილის ხალხსაც მე მთელი ჩემი ცხოვრება გატარებული ლიბერალური ამერიკის ხალხი ჩემს აღტაცებას და პატივისცემას თითქმის ყოველდღე იმსახურებს მათი პატიოსნება, მათი კეთილსინდისიერება, მათი წესიერება, ეს მათი ზრუნვა სხვაზე, მათი პასუხისგებლობის, ადამიანური პასუხისგებლობის, მოქალაქეობრივი შეგნება, სიმაღლე, არა მარტო თავისი მოქალაქეების მიმართ, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ და ასე შემდეგ, როგორ გააპროტესტეს თუნდაც USAID-ის გაუქმება. სულაც არ იღებდნენ თვითონ ბენეფიტებს აქედან, მაგრამ აი როგორც თქვათ ის ყველაზე ღარიბი ქვეყნებიც რომ მათ მიაჩნიათ რომ თავისი პასუხისგებლობა. მოკლედ ეს არის არაჩვეულებრივი ხალხი. დასავლელები არიან არაჩვეულებრივი ხალხი და მე თუ დასავლეთს ვაკრიტიკებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ მინდა გახდეს უკეთესი. ჩემი კრიტიკა ეხლა რას ნიშნავს? ხო, ნუ რაღაცა პატარა მოლეკულური რაღაცა წვლილი თუ შეიძლება შევიტანო, რომ ჩემი შვილები გაიზარდნონ ლიბერალურ გარემოში, მე ამას აუცილებლად დიდ ენერგიას და დროს დავუთმობ. არ ვიცი რა გამომივა, მაგრამ ნუ იმედი მაქვს რომ გამომივა. მოკლედ მე მინდა ჩემი პოზიცია გაგაცნოთ, რომ ეს ნიშა არის რაღაცა თითქოს თავით ცარიელი, ბევრი ხალხი არ ამაგრებს, ესე ბევრი დიდი ჯგუფი არა ვართ რა. და ამიტომაც არის რომ უცებ რაღაცა შეკოცი გამხდარ ვიღაც მეუნება. ანუ მე თუ ამერიკას ვაკრიტიკებ, მე თუ ისრაელს ვაკრიტიკებ, მე თუ აღვნიშნავ, რომ იცი არის ყველა ეს დიდი მედია ჰოლდინგები ლამის, რაც კი დასავლეთში არის, ამერიკაში, CNN-ით წაგვართოს. ის მე შეგნებულად არ ვიტყვი ებრაელებს, ისრაელელებს ვიტყვი რა. ისრაელის ელიტები მე მძულს დღეს. მაგრამ ნუ აი ეს რაღაცა საშინელი მიდგომა, რომ იცი არის პუტინი რამდენიც გინდა აკრიტიკე, ივანიშვილი რამდენიც გინდა აკრიტიკე, მაგრამ აი როგორც კი ნეთანიაჰუს შეეხები, всё ანტისემიტი ხარ.
არავითარ შემთხვევაში არავის არ მიცემს იმის უფლებას, რომ მე ანტისემიტი დამიძახოს, იმიტომ რომ ნეთენიაჰუს ვაკრიტიკებ. და მეზიზღება ნეთენიაჰუ და ეს ისრაელის ელიტები, რომლებიც ჯეფრი ეპშტეინისნაირ ტიპს იყენებდნენ აგენტად და აქმნევინებდნენ რაღაცა ნეტვორკებს, აკრებინებენ გარშემო, შეიძლება ხაც ხდება ეხ, მე რა ვიცი, ხო? აკრებინებდნენ გარშემო, რაღაცა საზიზღარ ყველაზე ნაგავს საზოგადოების, ყველაზე ძლევამოსილ ნაგვებს, დემონებს ფაქტიურად და ნუ კიდე რეებები გავიგეთ და რეები იმალება კიდე კაცმა არ იცის და ამ კაცის მეშვეობით აკეთებდნენ ამერიკელი ხალხის მანიპულაციას, ამერიკის მანიპულაციას, რაში რომ გამოეყენებინათ ამ Greater Israel project-ისთვის, რომ გაიზარდოს ნეთენიაჰუზე საერთოდ, რასაც მინდა იმას ვიტყვი. ნეთენიაჰუს 3 სასამართლო პროცესი აქვს თავის ქვეყანაში. ერთ-ერთი არის bribery, ეს ქრთამი აიღო ტიპმა და ამაზე აიღო თუ არა აიღო, ნუ დაუმტკიცდება თუ არა დაუმტკიცდება, არ ვიცი, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ 10 წელი ემუქრება ნეთენიაჰუს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სულ იყოს ომი. გუშინ მაგალითად უსმენდი რაღაცა პოდკასტს, 3 ებრაელი იჯდა ამ პოდკასტში, ერთი იყო ამ პოდკასტის წამყვანი, რაღაცა ანთროპოლოგით, ნუ რაღაცა მოკლედ რაღაც კანადის რაღაცა უნივერსიტეტის რაღაც პროფესორი და მესამე იყო რაღაცა წიგნი გამოსცა ზიონიზმზე. და სამივე იზიარებდა ჩემს აზრს, ამბობდნენ, რომ ზიონიზმი იწვევს ანტისემიტიზმს და ჩვენ ნაკლებად დაცულები ვართ. და ჩვენ საერთოდ არ გვინდა, რომ ვასოცირდებოდეთ იმ ხალხთან, ანუ ნეთენიაჰუ რო ჩაიდენს რაღაც, ნუ მე გენოციდს ვეძახ, ვისაც რა გინდათ ის დაუძახეთ, მაგრამ ახლა სამედიცინო ეიდს რო ბლოკავს და ამპუტაციებს აკეთებენ, რაცა საავადმყოფოები რო დაუბომბა და სკოლები და ინფრასტრუქტურა საერთოდ აღარ არის ამ გაზაში და ტენტებში რო აკეთებენ ამპუტაციების ოპერაციებს, ანესთეტიკების გარეშე, მე ამას ვეძახი გენოციდს. და ასე ეძახის დღეს არის პირველად, წინა ვიდეოში თქვი და ვიმეორებ, რომ პირველად არის ამერიკის ისტორიაში, ევროპაში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ გამიგია რაღაცა, მაგრამ თავს ვერ დავდე, მაგრამ ამერიკაში ვიცი, რომ პირველად არის, რომ ისრაელმა დაკარგა ამერიკელების მხარდაჭერა და თუ გადაურჩით აი ამ ადმინისტრაციას, შემდეგი მთავრობა ვინც მოვა, ის იქნება აუცილებლად პროგრესული დემოკრატები, რომლებიც არ იღებენ ფულს აი ამ ისრაელის ლობისგან. აი ამ AIPAC, ისრაელის ეს დიდი ეს ყველაზე ძლევამოსილი ლობისტური ორგანიზაცია ვაშინგტონში რაც არის და ფაქტობრივად 100-დან 93 სენატორი ყავს დაფინანსებული, მაგათ მოსყიდული ფაქტიურად. დაწყებული, რა ვიცი მე, დემოკრატი ლიდერებისგან, ჩაკ შუმერი და ჰაკიმ ჯეფრისიდან დაწყებული, დამთავრებული აბსოლუტურად იმაზე ლინცი გრაიმებზე და იმ რაღაც დეგენერატებზე აღარ არის ლაპარაკი. და ატარებენ თავის აჯენდას და აი ეს ისრაელის ელიტები, მოკლედ მაქსიმალურად აკეთებენ ამ მანიპულაციას, აი ამ ამერიკელებით და ეს CNN-ით წაგვართვეს ფაქტიურად და ეს სხვა ყველაზე დიდი მედია ჰოლდინგები და იმ დღეს რაღაცა Russia Today-ს რაღაცა ვიდეო გავაზიარეს, სადაც Russia Today-ს იმას რა ქვია, ლიბანში Russia Today-ს ჟურნალისტს პირდაპირ დაარტყეს ბომბი და მოკლა უნდათ, გადარჩა ეს კაცი და ნუ თვალები ამომთხარეს ქართველებმა, რომ არ იცი შე Russia Today. მე ვერ ვხედავ იმ მომენტში Russia Today-ს, მე ვხედავ, რომ ჟურნალისტს დაუმიზნეს ბომბი. და მე ვიცი სტატისტიკა, რომ რაღაც 100-ზე მეტი საერთაშორისო უპრეცედენტოდ ბევრი ჟურნალისტი ყავთ მოკლული გაზაში, ექიმები, ჟურნალისტები, ასე შემდეგ. და ჩემთვის არ არის არგუმენტი ახლა უკაცრავად, რომ ის ჰამას დაეძებენ და ამიტომ თქვენი შვილები წარმოიდგინეთ იმ სკოლებში. ჰამასი იყო დამალული და რა ეკნა ისრაელს უნდა დაერტყა. აი თქვენი შვილები რო ყოფილიყო იმ სკოლაში, დაერტყა? ან ამერიკა რო შევარდა ირანში, ხო, ვისაც არ გევასებათ ივანიშვილი, ხო? არავინ არ გვიждდებით, მაგრამ ხა ივანიშვილის ასაფეთქებლად ამერიკამ რო ნახევარი ფაწმინდა და სოლოლაკი მიაყოლოს, მე რა სიტყვით. ხო და როდესაც შორიდან უყურებთ, ხო ძალიან მარტივია, მე ხა არ დავიწყებ რაღაცა ძირეულ პრობლემებზე ლაპარაკს, თუ რატო არ უყვართ ამ ხალხს ეს ისრაელი სამეზობლოში, ქვეყანა რომელიც 70 წლის წინ დაარსდა და ქვეყანა რომელმაც სულ გაფართოვებას ცდილობს და გინდა ლიბანში, გინდა იმაში, პალესტინაში და გარშემო ქვეყნებში, აი ათასობით წლებს რო ითვლიან, თქვათ ისეთ ქვეყნებში რა ქვია 1000 ისტორიული ძეგლი რო აქვს აოხრებული, საკუთარ თავზე წარმოიდგინეთ, აი აფხაზეთი. აფხაზეთის მაგალითზე
წარმოვიდგინოს უფრო ძლიერი ძალა მიეხმარა, ну როგორც ახლა ისრაელი რა იქნება ამერიკის გარეშე, ხო? და კიდე აქეთ რო გბომბავდეს აფხაზები და ვერაფერს რო ვერ ვეუბნებოდეთ, იმიტომ რომ რუსებს ვერაფერს ვერ უგეთ. აი დაახლოებით ეს ხო, ну, აი არ მინდა ვიღაცები კიდე რაღაცებს მეტყვიან და მე ჩემ აზრს არ შევიცვლი. მე ყველას მხარეზე ვარ, ვინც არის დაჩაგრული. დღეს არის დაჩაგრული პალესტინა, გაზა, ლიბანი, სადაც მილიონამდე ადამიანს მოუწია გადაადგილება, რომ თურმე ისრაელი ჰამასს ესვრის. და ამის გამო 1 მილიონი ადამიანი გადაადგილდა და 1000-ზე მეტი ადამიანი მოკვდა. პატარა ბავშვებიანად. ხო და არ არის ეს ჩემთვის არგუმენტი, რომ ჰამასს ეძებენ რა. მე თუ მკითხავთ, ისრაელის მთავარი პრობლემა დღეს ირანის გაძლიერება და nuclear weapon და რაღაცები კი არ არის. ჩემი აზრით, მაგათთვის მთავარი პრობლემა არის, რომ ირანი, პალესტინა და ასე შემდეგ არ დაუახლოვდნენ ევროპას. ვესტერნიზაცია რო არ მოხდეს, რომ ტრისხატი ჭირდებათ მუდმივად. იმიტომ რომ მათ უნდათ გაფართოვება. ეს არის Greater Israel Project. გაეცანით თუ შეიძლება. და მე მესმის რომ ბევრი არ ვართ ჩემნაირები და ამიტომ ხანდახან ვიღაცებს თვალში მოხვდებათ ხოლმე რომ აი ნათია მაგათი გაქოცებულა ან პრორუსი ან პუტინის თუ რაღაცა. მე ვარ პრო-უკრაინა, პირველ რიგში პრო-ქართველი, პრო-ამერიკელი, პრო-დასავლური და პირველ რიგში მებრძოლი იმისთვის რომ ლიბერალიზმი გადაურჩეს ამ რაღაცა დეგენერატი მემარჯვენეების ეპოქას, როდესაც ლიბერალიზმს იმხელა ჩირკს ცხებენ, რომ გონიათ, რომ სალანძღავი სიტყვა არის. კანადას მართავს, კანადის 40 მილიონიანი კანადის მართველი პარტია არის ლიბერალური პარტია. იმედია იცით ეს. ბევრი დასავლური ქვეყნის მართველი პარტიები არიან ლიბერალური პარტიები. რა გინდათ იმ ხალხს, ვინც ლიბერალიზმს ლანძღავთ, რა გინდათ საერთოდ ევროპისგან არ გესმით თქვენ ევროპული ღირებულებები. ტყუილა ახურებთ. ტყუილა ის ხალხი, ვინც ლიბერალიზმს ლანძღავთ, ტყუილა დიდი ხართ და აპროტესტებთ რაღაცას. თუ თქვენ რომ ევროკავშირში შეგიშვან, დაიწყო რაღაცა მემარჯვენე დეგენერატი რაღაცა პარტიების გაკეთებას და ძირის 9-ს დაუწყებთ და გამოვარდებით უკან იმ ევროკავშირიდან. იმიტომ რომ ევროკავშირი პირველ რიგში არის ღირებულებები, კანონის უზენაესობა. ყველაფერი არის გამომდინარე, მე არ ვძახი რომ ანგელოზია, მაგრამ მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ იდეალურთან, რასაც კაცობრიობამ დღეს მიაღწია დღევანდელი მდგომარეობით. აი ეს არის ჩემი პოზიცია. სამწუხაროდ ვიღაცა ქოცებისას დაემთხვა ხანდახან, ზოგი პრორუსისას დაემთხვა ხანდახან, მაგრამ აი ამ ვიდეოს ვავრცელებ ახლა, იქნება და მიპოვოთ იმათმა, ვინც ჩემ პოზიციაზე ხართ, ნუ მოგერიდებათ ხმის ამოღება, გააკრიტიკეთ დასავლეთი, გააკეთეთ პროპაგანდა აი ამ თუ მიგაჩნიათ რომ სწორია რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია რომ ერთადერთი სწორი პოზიცია არის და დანამდვილებით გეუბნებით, რომ ამ პოზიციაზე არის დღეს ამერიკის უმეტესობა. სავარაუდოდ ევროპისაც, როდესაც ეს გავაჟღერე, მე ბევრი ხალხი გამომეხმაურა და ბევრმა ქართველმა მითქვა, რომ კი, ევროპაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში ზუსტად ამ პოზიციაზე არის ხალხი, რომ პირველ რიგში უნდა ვიყოთ სამართლიანობის მხარეს. და დღეს ისრაელი ძალიან უსამართლოდ იქცევა. მე წინა ვიდეოში ჩავწერე ომზე და გავაცანი ჩემს ფოლოვერებს თუ საბსკრაიბერებს ჩემი პოზიცია თუ რატომ მოხდა მაინც და მაინც ეხლა ომი, რატომ იჩქარა ნეთენიაჰუმ, რატომ არის ტრამპი ყველაზე იოლად მანიპულირებადი და ასე შემდეგ. აი ამ მხარეზე აღარ ვილაპარაკებ. იმედია ძალიან არეულად არ გელაპარაკეთ. მთავარი თემა იყო ის, რომ გამეცნოთ ჩემი პოზიცია. არსებობს ეს ქოლგა, რის ქვეშაც მე ვდგავარ, პროევროპელი, მაგრამ ევროპის კრიტიკოსი, მაგრამ ევროპის გულშემატკივარი, დასავლეთის გულშემატკივარი.
არ ჭირდება ისრაელს დღეს დემოკრატიული ევროპა, რომელიც უთulis რამდენი ბავშვის ნაფალეთებზე ააშენებს თავის ახალ ქალაქებს. ამიტომაც ებრძვის ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, აი ამ ევროპულ დემოკრატიასაც. და ამერიკაში კიდე ნუ გონია როგორ მოაგვარა. იმიტომ რომ ეს ზიონისტი, ევანგელისტი, ტრამპის ამომრჩევლები ყველაზე იოლად манипуლირებოდი ხალხია. ხა ლიბერალებს ვერ გვატყუებს, რომ იცი რა არის, სამი ჰამასელის მოსაკლავად მთელი სკოლა უნდა ავაფეთქოთ 700 რა ქვია, მოსწავლიანად რა. მაგას ვერ გვაჭმევს ლიბერალებს და ვისაც აჭმევს, ხო? აი მათი ის მას მიეხმარნენ რომ მოსულიყო მთავრობაში. და მივიღეთ ტრამპის სამწუხაროდ და ადრეც თქვი და ახაც ვიმეორებ რომ დემოკრატებმა ტრამპთან, აი კრიმინალთან ერთი უმთავრესი მიზეზის გამო წააგეს. რომ მათ ამომრჩევლებს არ მოწონდათ თუ როგორ უდგებოდა ბაიდენის ადმინისტრაცია წინა ვიდეოში ამაზე ძალიან გავშალე და ვილაპარაკებ ცლად. ბაიდენის ადმინისტრაცია თუ როგორ უდგებოდა გაზაში კრიზისს, რომ ეხმარებოდა ისრაელს. არ მოწონდათ ამ ხალხს. ეს ხალხი იყო დემოკრატების ამომრჩევლები და ადგნენ და დარჩნენ სახლში და არ მივიდნენ არჩევნებზე და მოიგო ტრამპმა, რომელიც თუთიყუშებით იმეორებდა, რომ ნობელის პრემია ეკუთვნის, იმიტომ რომ არის მშვიდობის პრეზიდენტი. ანუ დარჩა ყველა მოტყუებული ტრამპის ამომრჩეველიც და ტრამპის მოწინააღმდეგეც, იმიტომ რომ ყველას ატყუებდა, რომ მე დავამთავრებ ყველა ომსა. დაუსრულებელი ომები უნდა დამთავრდესო. ეხლა ნახეთ თქვენ კიდე, რაღაცა ეხლა იმოცე მომენტში იძაბება ისევ ეპშტეინთან დაკავშირებით. ძალიან უახლოვდებიან ისევ ეს oversight committee, ზედამხედველობის კომისია ძალიან უახლოვდება იმას, რომ შეიძლება მოუწიოს ტრამპს მისვლა ჩვენების მისაცემად. იმიტომ რომ რაღაცა ახალი განვითარებები, რაღაც ახალი ფაილებიდან გაირკვა ისეთი რამეები, რაც ძალიან წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის პოზიციასთან, თუ რატო დაიშალნენ და ეპშტეინი როდის დაიშალნენ და ასე შემდეგ. ეხლა რომ აი მიუახლოვდება, მე ნახეთ თქვენ იმაში ირანში ცოცხალი ძალის შეყვანა და ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მე იქნება ალბათ ძალიან ბევრი ამერიკელი ჯარისკაცის ამ გახვეული ამერიკის დროშებში ჩამოსვენება მე იმ დღეს უსმენდი ირანის რომელიღაცა ოფიციალს აღარ მახსოვს და მოკლედ იმასე თქვა, რომ ეს airstrike-ებიო ძალიან არა სამართლიანი და არა თანაბარი ბრძოლა არის ჩვენთან და ჩვენ გვირჩევნია რომ შემოხვიდეთო. გელოდებით 20 წელიწადი ამისთვის ვარ მზად. აი ამას ამბობენ ისინი. საშინელება ხდება, მე კიდე რა ვიცი, მგონია რომ კიდევ ვერ აღიღვი ქვავს მსოფლიო ამ მაგნიტუდას, აი ამ კონფლიქტის თუ რა საშინელება შეიძლება სოფლიოს მოუტანოს. ტულსი გაბერტის სიტყვებით დაგიმშვიდობთ, ტულსი გაბერტი არის მოგეხსენებათ ამერიკის დაზვერვის უფროსი, ნაციონალური დაზვერვის უფროსი და მაგაც არაერთხელ აქვს ნათქვამი ის რამე, რომ ერაყის ომი და ვიეტნამის ომი მოგვეჩვენება პარკში გასეირნება, თუ მაგის სიტყვებია. ისეთი რამე შეიძლება მოხდეს ირანის ომით სოფლიოში. პარკში გასეირნება. Walk in the park. ასეთი რაც თქვა ტულსი გაბერტი. გემშვიდობებით, დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ვილაპარაკებთ გაცილებით უფრო ნაკლებად საჭირო როტო საკითხებზე. კოცნით ყველას.